მეც რო სიფხიზლე რო დავიწყე რა, რაღაცაი დამოკიდებულების პრობლემები რომ მქონდა, ეგ ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ აი რაღაცნაირად ოჯახში ეგ გავაზიარე და იცოდნენ რა, რომ აი რაღაცნაირად მე არავის ხათრით და ვერავის ხათრით ადამიანი ვერაფერს ვერ შეცვლი და ვერ დაანებებ რა. და ეს იყო რომ რაღაცნაირად აი მართლა რომ მე რაღაცნაირად არც გარიყული არ ვიყავი და გაზიარებული მქონდა ოჯახთან, აი ძალიან მშვიდად ჩემში მომეცა დაფიქრების და ცოტა ესე ვთქვათ დაღვინების მომენტი, რომ აი გაანალიზების, რომ მოდი აი ოჯახს კი არ ვაზიანებ, ჩემ თავს ვაზიანებ. ეს გავიგე რომ იქიდან რაც არ უნდა გითხრან, ვერაფერს ვერ შეცვლი, მაგრამ აი მოდი შენ და აი მან ძალიან ოჯახმა ძალიან ხარდაჭერაც გააკეთა, იმიტომ რომ შენ ესეთი ხარ და შენ ისეთი ხარ, არ დაუსვიათ საკითხი რა. და აი როცა ეს რაღაცნაირად სიფხიზლე დავიწყე, იყო ხოლმე ის, რომ ამ პროცესს რაღაცნაირად ჩემთან ერთად იზიარებდნენ და არ მქონდა ხოლმე ის რა ქვია რა დამალვა, აი ხო არ ჩემი მშობლები არ მაძლევდნენ საშუალებას, რომ რაღაცები დამემალა რა. იმიტომ რომ რა არის, რომ ეხლა ერთხელ ჩემმა მეგობარმა თქვა ზადამ, რომ მშობლებიო ხშირადო ისა აიძულე მეშულებს რომ მოატყუონ რა. და აი ხო რაღაცნაირად იყო ხოლმე რომ მომენტები ხა ხანდახან არის რომ აი ეს რო ყველაფერი დედაჩემს უთხრა იმ ხელა ნერვიულობას დაიწყებს მირჩევნი არ ხო ეხა მართლა ყველაფერი სათქმელიც არ არის მაგასაც მივხვდი რა ანუ არის რომ შენი რაღაცა უნდა დაიტოვო და შენ რაღაცაზე შენი ჯვარი შენ უნდა ატარო და არ არის აუცილებლად შუშს მაგას ზუსტად გადაულოცო ეს სიმძიმე და ანერვიულო ყველაფერზე რა აი კიდე ერთი ცნობილი გამოთქვა გამახსენდა ჩემოლადო ეხა ის თქვენი დიალოგი რაც შედგა დედის წინ მარბენა ყვის ამ გელი შეჭამს ამ გლისნაირი რაღაცა მაგას ეთანხმე არა არ ვეთანხმები მაგას ჩვენთან არის ეს გავრცელებული რა რომ აპრიორი მშობლის საფარქვეში უნდა იყოს შვილი შეცდომა არ უნდა დაუშვას ეგეც ცნობილი მშობლის ყველა ნათქვამს უნდა დაუჯეროს უმეტესობა ეთანხმება მონა მორჩილებაში ისე მიდივართ მონურ მორჩილებას მონურობაში ერევა არა მაგრამ ყოველ შემთხვევაში მორჩილებასთან ყველა ვარიანტი შეცდომის დაშვების უფლებას არ საშუალება უნდა ქონდეს ეხლა